თავისუფლების ხმა ციხიდან სინდისის პატიმრების წერილები დღეს გორში დაარიგდება. ტყვეობაში მყოფი დემონსტრანტების ოჯახის წევრები დიდუბის მეტროდან უკვე დაიძრნენ. საპროტესტო გზავნილებით გორში ჩადიან სამოქალაქო აქტივისტებიც. უკვე თვეებია ხალხი რეგიონებში დადის და პროპაგანდას სიმართლეს უპირისპირებს. რის გამო გამოკეტეს რეალურად აქციის მონაწილეები ციხეში, ამას ქუჩაში გამვლელ ველა მოქალაქეს უხსნიან. რა გზავნილებით ჩადიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები დღეს გორში, უფრო მეც ხატია სამხარაძე მოგვიყვება. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მუხალისეები ამჯერად გორში დაარიგებენ გაზეთებს და სინდისის პატიმრების წერილებს, სადაც აღნიშნულია ის ემოციები, განცდები და ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სურთ სინდისის პატიმრებს, რომ მიიტანონ საზოგადოებამდე. გარდა ამისა, ამავე გაზეთებში არ არის მხოლოდ მათი წერილები, აქ არის წარმოდგენილი მათ შორის მათი ახლობლებისა და ოჯახის წევრების პოზიციები და წერილებიც. გარდა ამისა, მათი მთავარი სათქმელი და ძირითადი მკაფიო გზავნილი არის ის, რომ სრულიად სხვა მოცემულობა დაინახეს მაშინ, როდესაც დაიწყეს რეგიონებში გასვლა და პირისპირ კომუნიკაცია უშუალოდ მოსახლეობასთან. ფიქრობენ, რომ ასე უფრო მარტივია, რომ თითოეულ ადამიანთან მიიტანონ საკუთარი და მათი შვილების, ოჯახის წევრების სათქმელი, რადგან ფიქრობენ, რომ ახლა უალტერნატივაა საუბარი, დიალოგი და მსჯელობა იმ ყველაფერზე, რაც სურთ, რომ განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში და მათ შორის იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომლებიც ახლა ყველაზე აქტუალურია საქართველოში, განსაკუთრებით აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ 4 ოქტომბერი არის გადამწყვეტი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ფიქრობენ, რომ ეს არის დღე, როდესაც მოქალაქეები არა რომელიმე საარჩევნო უბანზე, არამედ უნდა მივიდნენ უშუალოდ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ დააფიქსირონ საკუთარი ურყევი ნება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ახლა ქართული ოცნების დასრულება პოლიტიკური თვალსაზრისით. დღეს დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა მათი მხრიდან სავარაუდოდ იქნება ესეც, კაფიო გზავნილს აჟღერებენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათი განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი მათ შორის იქნება ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. დამთავრდა ეს ტანჯვარო სასამართლო ციხე, სახლი, სასამართლო ციხე, სასამართლოები მორჩა. ამიტომ ჩვენ მე ვთქვი და ვიქნები აუცილებლად კიდევ უფრო ძლიერი. დღეს მივდივართ ჩვენ ნაომარ ქალაქში. ნახავთ რა სიტუაცია იქნება, ისე ვეცდებით, რომ ისინი გადმოიყვანოთ ჩვენ მხარეზე და აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა 4 ოქტომბერს პროტესტში. ეს პროტესტი იქნება მშვიდობიანი, რა თქმა უნდა, და იქნება დროშების რევოლუცია. ისევ და ისევ გავდივართ რეგიონებში, როგორც ნათქვამი გქონდა, არც გავჩერდებით. ვივლით ყველგან, ჩვენ ხმას მივაწვდენთ ყველას. 4 ოქტომბერს ერთიანად უნდა ვიდგეთ რუსთაველზე სულ ყველა. დიდი და პატარა. არავის არ აქვს დრო შეხოვნების, გაჩერების, იმიტომ რომ მივედით უკვე დაღუპვის და დაკნინების გზაზე. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, გაუმარჯოს ჩვენ პოლიტპატიმრებს. ბევრი ისეთი ხალხი ცხოვრობს, რომ არ იცის პოლიტპატიმრებს, უпростоრად სინდისის პატიმრებზე ინფორმაცია და ამ ჩვენი გაზეთებით უნდა გავაცნოთ ჩვენი შვილები, როგორი ბიჭები დაიჭირეს, როგორი ბიჭები არიან და როგორ გვილანძღავს ეგრეთ წოდებული მთავრობა და ამ გაზეთებით ასე თუ ისე ვაბალანსებთ. ხო და აუცილებელია ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დღეს გორში უნდა გავაცნოთ ჩვენი შვილები. ჩვენ დღეს მივდივართ გორში, დავარიგოთ ჩვენი პატიმრების გამოგზავნილი წერილები და მშობლების გამოქვეყნებული წერილები. რაც გორში გამოსვლისას რაზმაძე მილაპარაკა, რომ თურმე რუსის ჯარს დაუცვავს ეს ქართველები და ჩვენი ქართული ჯარი თურმე იქ მოროდიორობდა, ვინც საქართველოს დაადანაშაულებს ომში და თვითონ უარესი მოღალატეები და დამნაშავეები ყველამ პასუხი უნდა აღოს. ძალიან სტრესული დასკვნითი პროცესების შემდგომ ჩვენ ძალები მოვიკრიბეთ და ისევ ვაგრძელებთ პროპაგანდასთან ბრძოლას, რეგიონებში სიარულს. დღეს დაგეგმილი არის გორში ჩასვლა და სიმართლის გასავრცელებლად გაზეთების გავრცელება. ჩვენ მოვივლით გორის რამდენიმე ბაზარს და შემდეგ გორის ციხიდან გადმოვფევთ ბანერს, სადაც იქნება წარწერა თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. სწორედ ამ სახელწოდებისა და ამ წარწერით ბანერს გადმოფენენ გორის ციხიდან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მოხალისეები. ეს იქნება დღევანდელი დღის კულმინაცია. ასე დასრულდება გორში გასვლა. მანამდე კი, როგორც მოვისმინეთ ჩვენი რესპონდენტებისაგან, ისინი დაარიგებენ სინდისის პატიმრების წერილებსა და იმ გაზეთებს, სადაც მათი ემოციები, განცდები და მოსაზრებებია, მათ შორის ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ანონსებენ იმას, რომ რამდენადაც შესაძლებელი იქნება მივლენ ყველა ადამიანთან
პირისპირ ექნებათ კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან, პროევროპულად განწყობილ მოქალაქეებთან, რომლებისთვისაც იმის ახსნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა სინდისის პატიმრების გვერდით დგომა მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასევე ისაუბრებენ იმაზეც, რომ ახლა ქვეყნის ბედი წყდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე და რომ საპროტესტო მთავარი ხაზი სწორედ რუსაველის გამზირზე გადის. ეს ხატია სამხარაძე იყო.